საქართველო ევროპის ფოკუსში. პირობითად ასე ქვია გადაცემის ამ ნაწილს, რომელშიც კვლავ საუბრობთ ოცნების გარე თუ შიდა ლეგიტიმაციის კრიზისზე. ქმედებებზე დასავლეთის მხრიდან, რომელიც პრეზიდენტის თქმით გავს ნელ გამოღვიძებას. ქართული ოცნება ქვეყანას ევროპულ ოცნებას ართმევს. დაახლოებით ასეთია იმ განცხადებების პათოსი, რომელიც დღეს ისმის ბრიუსელიდან, სადაც კვლავ მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, აქ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. მანამდე საქართველო იყო ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში, სადაც მინისტრები ოცნების წარმომადგენლების სანქცირებაზე ვერ შეთანხმდნენ და ეს ზომები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების უვიზო შეჩერებაზე შეჩერდა. დღეს ითქვა, რომ კონსენსუსის ძიება გაგრძელდება, იმსჯელებენ კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე. ქართულ ხალხს, რომელიც ისევ ქუჩაში ევროკავშირის დროშებით ჩვენ არ მივატოვებთ, თქვა რობერტა მეცოლამ, რომლის ინიციატივაც იყო ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის პერსონალური მიწვევა. თქვენ შეგიძლიათ მკაცრი სიტყვების მოლოდინი გქონდეთ ევროპარლამენტისგან. ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ მათ არ მიატოვონ ევროპული გზა. ევროპული საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას უკვე წლებია ვიღებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ დომინირებს მოსაზრება, რომ ჩვენ კარს არ დავუხურავთ იმ ადამიანებს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად ხედავს და ეს ეხება ქართულ ხალხსაც, რომელიც დღეს კვლავ აგრძელებს ქუჩებში დგომას ევროკავშირის დროშებით ხელში. ჩვენ ისინი არ უნდა მივატოვოთ. სანქცირების კონტექსტთან ერთად საინტერესო იყო არჩევნების გაყალბების აღქმაც. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ შესაძლებელია ვიპოვოთ ისინი, ვინც იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა და ისინიც, ვინც საპირისპიროს დაამტკიცებენ, თუმცა მთავარი მთავრობის განცხადებაა, რომ ისინი გადადიან ევროპული გზიდან. პატივი ეცით ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ასეთი იყო სხვა ლიდერების მთავარი სათქმელიც. გულით საქართველოს მეგობარი ვარ, მაგრამ რასაც ახლა იქ ვხედავ, ნამდვილად გულდასაწყვეტია. შეიძლება ვიმსჯელოთ არჩევნების შედეგებზე. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ამიტომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას. ვიცით, რომ ქართველი ხალხი ძლიერ მიისწრაფვის ევროპისკენ. ეს არის დემოკრატიული ნება, რომელიც იქ არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავხსენით ამ მიზნისკენ მიმავალი გზა. ამიტომ ჩვენ ევროკავშირი, ის ქვეყნები, რომლებმაც ავიღეთ ვალდებულება დავიცვა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ზედმიწევნით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში მოვლენების განვითარებით. ეს არ არის ისეთი დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის ნახვაც გსურს ევროკავშირის მიწაზე ან ევროკავშირთან ახლოს. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, პატივისცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სხვა განცხადებებიც აჩვენებდა, რომ თარგმანში არავინ დაკარგულა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ზუსტად გაიგეს ის, რაც ირაკლი კობახიძე 28 ნოემბერს პარტიის ტრიბუნიდან გამოაცხადა. მთავრობა დღემდე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვევია და რომ მას არასწორად გაუგეს, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთშიც გაიგეს ზუსტად ის, რამაც ქუჩაში გამოიყვანა ქვეყნის ათასობით მოქალაქე. აქ ვთქვათ, ეს არის ევროპული საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის რანგში ანტონიო კოშტა ხელმძღვანელობს. სხდომაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამქვეყნდება ევროპული საბჭოს დასკვნები, მათ შორის საქართველოზე. პარალელურად თბილისშია ჩამოსული ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე. ეს ვიზიტი ფართოდ შუქდება პროპაგანდისტულ მედიაში, რადგან ბერსე შეხვდა არა მხოლოდ ივანიშვილის პრემიერს და ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ შეხვდა თავად ივანიშვილსაც. პროპაგანდა ამ ყველაფერს უკავშირებს არჩევნების ლეგიტიმაციას. არადა ევროსაბჭო, რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირის ინსტიტუციას, მის წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას აკონტროლებს და აფასებს. საქართველო 25 წელია ამ კავშირის წევრია, შესაბამისად მათი ჩართულობა არის პირდაპირი მოვალეობა და ამ ჩართულობის მიზეზი ახლა არის ოცნების მიერ დემონსტრანტებზე ძალადობა, მათი წამება და დასახიჩრება. ევროსაბჭოს პოლიტიკური ნაწილია საპარლამენტო ასამბლეა, რომლის წევრებმაც თვის დასაწყისში გავრცელეს განცხადება და მოითხოვეს ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და სანქციები. მაყურებელმა გადაწყვიტოს გამოდგება თუ არა ეს შეხვედრები ოცნების ლეგიტიმაციისთვის. დილიდან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციას ხვდებოდა 4 ბარიერ გადალახული სუბიექტიდან, შეხვედრებში მონაწილეობდა მხოლოდ 3, უარი თქვეს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ბერსე აქ არ არის ოცნების ლეგიტიმაციისთვის და ამ ვიზით შესაძლოა მოყვეს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებაც წამების პრევენციის კომიტეტის ჩამოსვლა საქართველოში. პირდაპირ ხაზგასმით ითქვა, რომ ისინი აქ არ არიან ქართული ოცნების ლეგიტიმაციისთვის. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო არის ევროპული საბჭოს წევრი და საქართველოში მიმდინარე პროცესები
იწვევს უზარმაზარ შეშფოთებას. მოსამართლემ, იგივე პროკურორმა, რომელიც თვლიდა, რომ ალე კველისაშვილი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის და გააგზავნა ასე ვთქვათ, საპატიმროში, იგივე პროკურორმა უცებ აღმოაჩინა, რომ შეიძლება გირაოთი განთავისუფლდეს ალე კველისაშვილი. ჩვენ გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ჩამოდიოდა ევროპული საბჭოს დელეგაცია და არ უნდათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ასეთი კალიბრის ყოლოდა ციხეში. კონკრეტული საქმეებითაც იყო დაინტერესებული. ასევე წამების მათ შორის ჩემზე თავდასხმის, რომელსაც მათი აზრითაც ეს ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა. დაინტერესდნენ ეს ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია, არის თუ არა დაკავებული. მე ვუთხარი, რომ არათუ დაკავებული, მტკიცებულებები, რომლითაც მოხდა თვითონ თავდასხმა, კვლავ ჩემთან არის, იმიტომ რომ არანაირი გამოძიება ამაზე არ მიდის. ვერანაირ ლეგიტიმაციას და არანაირ ლეგიტიმაციის აღიარებასთან არ აქვს საქმე. ალან ბერსესთან შეხვედრაზე, როგორც გითხარით, თუ არის თქვა მეოთხე ოპოზიციური კოალიციის ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა, მათი თქმით, შეცდომა ოცნების პროპაგანდისთვის საბაბის მიცემა, შეცდომა ისიც, რომ ბერსე არ შედის ციხეში პოლიტპატიმრებთან შესახვედრად, ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელშიც დაწერა. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. ოცნება იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არ მისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორედ დიდ შეცდომად მიმაჩნია. სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზის გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან. მოგვიანებით მსგავსი განმარტება გააკეთა ზურა ჯაფარიძემაც, ჩვენ გვეყოლება ამ კოალიციის წარმომადგენელი, ეთერში მასთან ვისაუბრებთ ცხადია ამ გადაწყვეტილების მოტივებზეც. და ერთი საინტერესო დეტალი, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ ბერსე სოციალურ ქსელ X-ში წერს მოკლე ტვიტს და აფასებს ამ შეხვედრას. საინტერესოა, რომ X-ზე მას არაფერი დაუწერია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მანამდე უბრალოდ დაანონსა ეს შეხვედრა, რომელიც შედგა გუშინ. ფაქტი ერთია, დასავლეთი არაფორმალური სტატუსის მქონე ივანიშვილს პირდაპირ ელაპარაკება, რადგან მას მიიჩნევს მოვლენებზე პასუხისმგებელ მთავარ პერსონად. პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ოლიგარქი აღარ ჩანს, თუმცა როგორც ივანიშვილის პროპაგანდისტები იტყოდნენ, ის მაინც არის ყველგან. არის ყველა ერთპარტიულ გადაწყვეტილებაში, ყველა რეპრესიულ კანონში, ყველა დარბევასა თუ ძალადობაში, ყველა სასამართლო დარბაზში, სადაც ნაცემი ადამიანები ცხადდებიან დამნაშავეებად. ის არის პასუხისმგებელი, ამას მოწმობს მასთან პირდაპირი კომუნიკაცია, თუნდაც მაკრონის პირდაპირი ზარი, რომლის შემდეგაც ვნახეთ ფასადური უკან დახევის ნიშნები. თუმცა ეს უკან დახევა ივანიშვილს როგორც ჩანს მაინც ვერ იცავს პოლიტიკური ღრუბლებისგან, რომელიც მისი გუნდის ირგვლივ მაინც იყრის თავს. ოცნებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი, მას უერთდებიან ევროპელი კოლეგები. ერთობლივ განცხადებაში საქართველოს თემა ნახსენებია უკრაინის და ბელარუსი ხალხის ბრძოლის გვერდით. ჩვენ უნდა უარყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ყალბი არჩევნები, უარი უნდა ვთქვათ ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ის ეძებს. უნდა დავდგეთ ქართველების გვერდით, რომლებიც ოცნების ძალადობრივი ზეწოლის მიუხედავად იცავენ კონსტიტუციის გამტკიცებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს და უნდა შევაჩეროთ ისინი იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც მძიმე დარტყმა იქნება, ეს არის ფინანსური სანქციები. დიდება უკრაინას, გაუმარჯოს ბელარუსს, საქართველო ეკუთვნის ევროპას, ასეთი განცხადებით სრულდება ეს ტექსტი. და მაინც რა არის კონკრეტული ვადები? 4-5 კვირა ასე ამბობს ამ კითხვაზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის მოადგილე ვედან პატელი, მას კიდევ ერთხელ კითხეს, როდის დაეწევა ბლინკენის განცხადებას უკვე კონკრეტული ქმედებები. ჩემი აზრით 4-5 კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამ ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ დარჩა საკმაოდ დიდი სამოქმედო სივრცე. საბოლოო ჯამში ჩვენ სოლიდარულები ვართ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. როგორც ადრე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც ჩვენი აზრით საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. და ამ წუთებში დაგვეწია სანქციები დიდი ბრიტანეთიდან ძალოვან ვერტიკალზე, ცოტა ხანში უფრო ვრცლად გეტყვით, რაც ვიცით ეს არის, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე, ასევე სულხან თამაზაშვილი, მოკლედ ეს ძალოვანი ვერტიკალია, უფრო დეტალურად გეტყვით მიმოხილვის დასრულების შემდეგ საუბარია როგორც სავიზო, ისე ფინანსურ სანქციებზე. შტატების შემთხვევაში საუბარია უკვე არა მხოლოდ სავიზო, არამედ ხაზინის ფინანსურ სანქციებზეც.
რომელთან დაკავშირებითაც მოუწევს შეერთება საბანკო სექტორსაც და მიმოხილვის ბოლოს თქვათ როგორია ბანკების პოზიცია მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით. ეს იყო კითხვა, რომელსაც აქტუალობა არ დაუკარგავს პროტესტის 3 კვირის განმავლობაში. პოზიცია ბანკების მხრიდან ამ დრომდე გამოიხატებოდა ევროკავშირის და საქართველოს დროშების დაპოსტვით ოფიციალურ გვერდზე განცხადებებით ევროპულ არჩევანზე. დღეს ვნახეთ პირველი კონკრეტული გადაწყვეტილება. ქვეყნის ორი უდიდესი ბანკი, TBC და საქართველოს ბანკი გამოყოფს 5 მილიონ ლარს და ეს თანხა მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის გადასარჩენად. განცხადებით ოფიციალური პრეს-რელიზით ეს ფინანსური რესურსი იქნება მიმართული კონკრეტულ ფონდებში, რომლებიც დაზარალებულ მოქალაქეებს უწევენ იურიდიულ, ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას. აქ ჩამოთვლილია, რომ ნახევარი ამ თანხის, ანუ 2,5 მილიონი ლარი იქნება 3 ფონდში გადანაწილებული. ეს არის ერთმანეთისთვის სოლიდარობის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. თანხის მეორე ნაწილი, ანუ 2,5 მილიონი ლარი, უკვე ერთობლივ ინიციატივებს მოხმარდება პარტნიორ ბიზნესებთან. ამ თემაზე სრულად გეტყვით. ბანკებმა ამ ნაბიჯისთვის ზოგისგან მიიღეს მადლობა, ზოგისგან კრიტიკა. ითქვა, რომ ეს არის სუმცირე რისი გაკეთებაც მათ შეეძლო, თუმცა მაინც არის თუ არა ეს ერთგვარი ინდიკატორი ხელისუფლებისთვის. მსხვილი ბიზნესის ასეთი აქტიურობა ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს. პლატფორმაზე Free Business G გეომეტრიული პროგრესით იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ორ კონკრეტულ მოთხოვნას, ეს არის ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დაახლოებით 30-მდე მსხვილი კომპანია რჩება, რომელსაც ამ დრომდე არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, ანუ ეს არ ნიშნავს უარს და ჯერჯერობით ნიშნავს ყოყმანს. ამ კომპანიების ნაწილს ხედავთ თქვენ ეკრანზე, მათ შორის არის Visoli, Nikora, Aversi, Silknet, Agrohabi, Tegeta Motorsi, Arki, Carrefour, ორი ნაბიჯი, სხვათა შორის ორი ნაბიჯის ერთ-ერთმა მეწილემ ძალიან მწვავე განცხადება გავრცელა, რომლის ადრესატიც იყო პერსონალურად ივანიშვილი. უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს და TBC ბანკების ხელმოწერა ამ მოთხოვნაზე არ არის, ანუ ამ სიაში ისინი არიან, ვინც ჯერ ყოყმანობს. ამ ფონზე კი საინტერესოა პრემიერ კობახიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შეხვდა მსხვილი ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს და დაამშვიდა ისინი. ეს ის შემთხვევაა, როცა ინფორმაციას ავრცელებს მხოლოდ ერთი მხარე და მეორე არ ჩანს. ვის შეხვდა კობახიძე, ამაზე შეგვიძლია ვარაუდი, თუმცა საინტერესოა თუ ეს ბიზნესი ასე მშვიდად გრძნობს თავს, რატომ არ ჩანან ისინი საჯაროდ, რომ გაამყარონ მთავრობის ნარატივი, რომ ეკონომიკური პრობლემები არის დროებითი, რომ ლარის კურსიც დასტაბილურდება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ალბათ ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი თანხმობის ნიშანი არ არის. ამ თემებზე ვსაუბრობთ დღეს სტუმრებთან ერთად, სანქციებთან დაკავშირებითაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან განვაახლებთ ინფორმაციას. ცხადია. დიდი ბრიტანეთის საქართველოს 5 მაღალ ჩინოსანს ასანქცირებს. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად სანქციები უწესდებათ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გელმელაურს, მის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. და ძალიან საინტერესოა განცხადების ის ნაწილი, სადაც წერია, რომ სანქციები უწესდებათ მათ, ვინც პასუხისმგებელი არიან მედიის წარმომადგენლების და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე. გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ სანქციებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით აწესებს, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს 5 კაცი შესაძლოა იყვნენ იმ სანქციების სიაშიც, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. საინტერესოა, აქ მოდით ვიდრე სტუმართან გადავალთ, პრეზიდენტის ერთ საინტერესო ინტერვიუზეც გეტყვით, რომლის თარგმანი დაიდო ცოტა ხნის წინ ზურაბიშვილს სტრასბურგში ვიზიტის დროს TVP World-თან ინტერვიუში კითხეს მის გეგმებზე. ზურაბიშვილი იცით, რომ სულ საუბრობს ევროპის მხრიდან უფრო აქტიური ქმედებების საჭიროებაზე, მის გამოღვიძებაზე და აქაც არის ეს მითითება, მის პერსონალურად მის გეგმებზე ამბობს. მე არ დავტოვებ საქართველოსთან დაკავშირებით, დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ მსურს ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როცა ქვეყანა დატოვა. როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მაქვს ასეთ მხარდაჭერას? მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა და ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად. ამასთან მისი თქმით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს და ეს არის ის რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია სულ მცირე ამ ლეგიტიმაციაზე საუბრობს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, ის მიიჩნევს თითქმის ყველა პარტნიორისგან ერთი ორის გარდა ჩვენ მოვისმინეთ მორალური მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ბალტიის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთის პრეზიდენტისგან. ამ მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირიდან რეაგირება იყო ადეკვატური. მისი თქმით, ის რაც ახლა საქართველოში ხდება, დემოკრატიულ უკუსლაზე უარესია და რუსეთი ახალ ნიადაგს სინჯავს, რომელიც არ არის სამხედრო ინტერვენცია და ეს არის არჩევნების ინსტრუმენტად გამოყენება და ეს არის ის, რამაც უნდა შეაშფოთოს ევროპა.